ორჯერ დააწვევი სია ამოდის ამაზე კონკრეტულად წლებია საქართველოში ენერგოკომპანიებს შორის პირველი ადგილი გვიჭირავს ამ სიახლეების დანერგვის და განვითარების კუთხით. პირველად ამიერკავკასიაში საქართველოში კონკრეტულად ელექტროსისტემაში დაინერგა SCADA და EMS კომპლექსური მართვის სისტემა. ამ სისტემამ საგრძნობლად გაამარტივა დისპეჩერისთვის ქვესადგურების მართვის და მონიტორინგის ფუნქცია. 14 იყო იმერეზე თუ რა შეიცვალა? ეტაპი? ეხლა რამდენია? პროგრამის დანერგვამდე ინფორმაცია ამ უთველის გამორთვის ან რაიმე მოწყობილობის გამორთვის შესახებ გადმოიცემოდა მორიგის მიერ სატელეფონო კავშირით, რაც იწელებოდა დროში და იწვევდა დისპეჩერის მიერ დაგვიანებულ რეაგირებას. ავარიის მომენტში სწრაფ რეაგირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ SCADA-ს პროგრამამ მოგცა საშუალება, რომ ინფორმაცია შემოვიდეს მყისიერად მოვლენის მოხდენიდან რამდენიმე წამში. SCADA სისტემის დანერგვა გულისხმობდა არსებული ციფრული მოწყობილობების უფრო გაფართოებას, ინფორმაციის შეგროვებას და აღნიშნული ინფორმაციის უკვე გამოტანას ოპერატორების სამუშაო ადგილებზე, საიდანაც უკვე ხდება დისტანციური მართვა, რამაც გაამარტივა სამუშაო პროცესი მორიგე პერსონალისათვის, მათ ფაქტურად აღარ უწევთ ღიაზე გასვლა და პირველადი მოწყობილობებთან პირდაპირ მუშაობა. პირველადი მოწყობილობა როგორც კი გაიხსნება ან ჩაირთვება ფიზიკურად აი ამ პატარა კუბიკების სახით ქვესადგურები როგორც არის ასახული სიმციმს იწყებს მოწყობილობა რომ თქვათ ჩაირთო გამომთველი ან გამოირთო ან გამჩველი ან დამამიწებელი სრულყოფილად თითქმის ყველა DSS ქვესადგურში სადისპეჩეროში დაინერგა ახალი განაცხადების ტელეფონოგრამების და ოპერატიული ჟურნალის პროგრამა რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა დისპეჩერის მუშაობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ძველად იყო ესეთი განაცხადების ფურცელი, რომელიც ივსებოდა ხელით, შემდეგ ყველა დეპარტამენტთან თანხმდებოდა ტელეფონის საშუალებით, რაც მოითხოვდა ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს და დროს. ეს ყველაფერი გაერთიანებული ერთ პროგრამაში, რამაც შეამცირა განაცხადების შეთანხმების დრო, რადგანაც თითოეულ დეპარტამენტს უკვე აქვს ცდომა ამ პროგრამასთან. გვაქვს ორი მართვის ფარი, სადაც ასახულია დისპეჩერისთვის ძირითადი პარამეტრები, რომ მართვა გაუიოლდეთ. მომსახურება ხორციელდება დაახლოებით 8000 აქტიური მოწყობილობით. გვაქვს 1500 კილომეტრი ოპტიკა, ჩვენი საკუთარი GS-ის. გვაქვს ATS-ი, ფიზიკური და სერვერული ციფრული ATS-ი ასევე და რა თქმა უნდა გამოცდილი პერსონალი, ვინც ამის უკან დგას და მომსახურებას ახორციელებს.